ვიდრე საბოლოო არჩევას გააკეთებთ ძაღლის ამა თუ იმ ჯიშზე, კიდევ ერთხელ გაანალიზეთ ის ცვლილება, რომელიც თქვენს ოჯახში ახალი წევრის შემატებას მოჰყვება. როგორია თქვენი ცხოვრების წესი და რამდენ დროს დაუთმობთ მის მოვლას? ვის დაუტოვებთ შვებულების დროს და ვინ გამოყვებავს 4-ფეხა მეგობარს? აუცილებელია 2-დან 6 თვემდე ლეკვი 4-ჯერ ან 5-ჯერ გამოყვებოთ პატარა ოლუფებით, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად მოუკელით კვების სიხშირეს. კვება ყველა ძაღლისთვის ინდივიდუალურად შეიძლება განისაზღვროს. შესაძლოა აიშვათ მშრალი კვება, ან რაციონში დაუმატოთ ხორცი, ბრინჯი, კვერცხი, ბოსტნეული. პურის მიღება ძაღლისთვის არ არის რეკომენდირებული. თუ გაითვალისწინებთ ყველაფერს, რაც საჭირო არის ძაღლისთვის, მაშინ ვიტამინების ჩაყვა absoliutურად არ არის საჭირო. იმიტომ ამ თქვენს რაციონში ვიტამინების იქნება, მინერალების, ელექტროლიტების და ყველაფერი საჭირო. თქვენი ლეკვის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ყველა პროცედურა სრულად ჩაუტაროთ. მიეცით ანტიჰერმიტული პრეპარატი. კომპლექსური ვაქცინაცია 16-დღიანი ინტერვალებით ჩაუტარეთ და ბოლოს აცერით ცოფზე. 1 წლის თავზე საჭიროა ძაღლის რევაქცინაცია. თუ თქვენი ლეკვი არ თამაშობს, არ სვამს წყალს და არ იღებს საკვებს, აუცილებელია მიმართოთ ვეტერინარს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ვაქცინაციის სრულად ჩატარებამდე მისი გარეთ-სეირნობა არ შეიძლება. ძაღლის ხშირი დაბანა არ არის სასურველი, განსაკუთრებით ზამთარში, ამიტომ გაწმინდეთ ძმრიანი ქსოვილით ან სპეციალური ძაღლის სველი ხელსახოცით. დავარცხნით თავისი სავარცხლით ქვემოდან ზემოთ, დააჭერეთ ფრჩხილები სანამ წამოიზრდება და გაუწმინდეთ ყურები. რაც შეეხება ყურების გაწმენდას, ყურები უნდა გაიწმინდოს სპეციალური წვეთებით, რომელიც არის საღლებისთვის ადაპტირებული. ესეთი მანიპულაცია უნდა ჩატარდეს, უნდა იყოს ტამპონი, უნდა გაწმინდოს ყურის ნიჟარა. გაწმენდის შემდეგ მეორე ტამპონით ვამშალებთ ყურის ნიჟარას. გაითვალისწინეთ, რომ როგორც ჩვენ, მასაც სჭირდება დახარჯოს ენერგია, ისეირნოს, ყავდეს მეგობრები, კონდეს ბევრი სათამაშო. თუ არ გაქვთ დრო, რომ სახთან ისეირნოთ, მოვაროთ, არსებობს ეგეთი მომსახურება, როგორც არის კინოლოგიური ბაღი. შეგიძლიათ ბაღში ჩააბაროთ. შესაბამისად, იქ ასეირნებენ, უვლიან, ათამაშებენ. სახში რომ მოვა, იქნება დაღლილი, აბსოლუტურად არც მის თავიდან რამე რო გააფუჭოს. ყველაფრის მიუხედავად იცოდეთ, რომ ცხოველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პატრონთან ურთიერთობაა. აუცილებელია დაუთმოთ დრო, მიაქციოთ ყურადღება, ესაუბროთ და აგრძნინოთ, რომ ის ოჯახის სრულფასოვანი წევრია.